იანვრის ინფლაციას აქვეყნებს. ინფლაციის რეკორდული. საკუთარი პროდუქტები და თამბაქო გაძვირდა. მოგესალმებით. მე დავით ახნიაშვილი ვარ, გადაცემა საყოველთაო წამყვანი. დღეს ცოტა განსხვავებულ ფორმატში მოგიწევთ ჩემი ყურება, იმიტომ რომ უკვე ჩამოვედი ბათუმში, აჭარაში, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია, მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, ასეთ აზრზე ძალიან ბევრი ქართველი და ჩემი თანატოლია. სანამ უშუალო თემაზე გადავალ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი პლატფორმა უმრავლესობა ყველა სოციალურ ქსელზე და YouTube-ზე დააჭიროთ ზარისღილაკს, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს ჩვენი ვიდეოები, ჩვენც მეტი мотиваცია გქონდეს და მათ შორის ბევრად უფრო მეტ და საინტერესო ამბებზე ვისაუბროთ. ახლა რაც შეეხება ბათუმს. როდესაც ჩამოდივართ ბათუმში, ჩვენ ვხედავთ ძალიან ქაოტურ განაშენიანებას. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ რუსულ გავლენებს, ძალიან ბევრი რუსული ბიზნესი გაიხსნა ამ ქალაქში, ძალიან ბევრი რუსი და უცხოელი არის ჩამოსული. სამწუხაროა, რომ ქართველებისთვის ამ საყვარელ ადგილზე ქართული საუბარი შეიძლება ბევრად უფრო ნაკლებად ისმოდეს, ვიდრე რუსული. ამ ქალაქში კორუფცია ალბათ ყველაზე გამოკვეთილად ჩანს, რადგან დაინგრა ბევრი ადგილი, რომლის დანგრევად შეფუთეს როგორც იერსახის შენარჩუნება. თუმცა ანალოგიურად ხედავთ რამდენიმე სხვა ლოკაციას, რომელიც ზუსტად იგივენაირად ამახინჯებს იერსახეს, მაგრამ არ დანგრეულა და რა თქმა უნდა ეს კორუფციული გარიგების წინაპირობა არის. ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან ბევრ თემაზე ბათუმთან დაკავშირებით, ვისაუბრებთ იმაზე, რომ დაინგრა ძალიან ბევრი ქართველებისთვის ძალიან საყვარელი ადგილი, როგორც არის საჭათაუერსი, თუნდაც ქორწინების სახლი. გარდა ურბანული პრობლემებისა, ბათუმში ბევრი ტურისტული პრობლემა არის, მათ შორის შიდა ტურისტებისთვის, ქართველებისთვის, რომლებიც ჩამოდიან კურორტზე დასასვენებლად, მაგრამ დასვენების გარდა ყველაფერს აკეთებენ, რადგან რთული ამ ხმაურში და ამ მტვერში დასვენება. ძალიან რთულია დასვენება იმ პირობებში, სადაც ასეთი სიძვირე არის და ეს სიძვირე არა მარტო ტურისტებს ეხებათ, არამედ აქ მაცხოვრებლებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება და ამის გამო ბევრმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რაც როგორც ბათუმისთვის, ისევე მთელი საქართველოსთვის არის უდიდესი პრობლემა. როდესაც ბათუმზე ვსაუბრობთ, გვახსენდება ბევრი ცვლილება, გვახსენდება ზაფხულის დღეები, სადაც ძალიან კარგად ვერთობოდით. მაგრამ ბათუმი შეიცვალა, ბათუმი აღარ არის ისეთი ჩემი გადმოსახედიდან, ისეთი კარგი როგორც ეს ადრე იყო. და ამის ნათელი მაგალითი არის ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ადგილზე, სადაც ბევრი ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, ბევრი ახალგაზრდა უნდა ჩამოსულიყო, მათ შორის სხვა ქალაქებიდან. ამ ახალგაზრდებს დამატებითი შემოსავალი უნდა შემოეტანათ როგორც ლექტორებისთვის, ასევე ზოგადად ქალაქისთვის, დღეს კაზინო არის აშენებული. ამ და სხვა თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან, რომლებმაც ბევრად უფრო მეტი იციან ბათუმთან დაკავშირებით. ჩვენ დღევანდელი სტუმრები იქნებიან, რომლებიც გამოყვებიან ბათუმში საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და გიდი სალომე გორგილაძე. მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ვისაუბროთ მოდი რაღაც ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებზე და ზოგადად რა ხდება ტურისტულ ნაწილში ბათუმში, იმიტომ რომ ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი არის ბათუმი, ჩემთვისაც მათ შორის ჩემთვის საყვარელი და უცხოელებისთვის მით უმეტეს. რა ხდება, როგორ ხდება, რა სიახლეებია, რა პრობლემები არის და ასე შემდეგ, ამაზე რომ ვისაუბროთ. ბოლო პერიოდში, როგორ გითხრათ, აი ტურისტულ როგორც გეოგრაფიების სიმწირეს განვიცით. ანუ ადრე ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით და ჩემს შემთხვევაში. ძირითადად თუნ არიან სტუმრები. ეხლა ძირითადად ამ წუთას ძირითადად ხშირად არიან ინდუსების ტურები, არაბებიც კი შემცირებული ახლა ამ სოფლიო მოვლენების გამო. რუსები მუდმივადაც ბევრი ტურისტებზე რომ არ ვილაპარაკოთ და აი დიახ, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი შიდა ტურიზმისთვის არის ეგ, იმიტომ რომ აი თქვა ბათუმი ძალიან საყვარელი კურორტია, ბევრი ქვეყნის მაცხოვრებლისთვის, ხო, ქართველისთვის და ისინი ხშირად ჩამოდიან აქ ისმის თქვა რუსული საუბარი, ძალიან ბევრი კაფე-ბარები აქვთ გახსნილი და ძალიან ბევრი ბიზნესია, ხა რუსული ბუნებრივია ჩამოსულები არიან. ზოგადად რუსი ტურისტებიზე, ესეთი ცნობილიზაციის რომ კი ევროპელები რა თქმა უნდა უფრო მეც ხარჯავენ და აი რუსები როგორ ხარჯავენ მაგხრივად ტურისტულ სეგმენტს ადგება. მე რუსებთან არ მუშაობ, მაგრამ როგორც ვიცი ძალიან ისე მოკრძალებულად ზოგი კარავში რჩება და კილკით და პოლიტრით გადის და ასე შემდეგ. თუმცა არ ვიცი ხა ყველანაირი სეგმენტი იქაც ალბათ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მხარჯველობითი უნარი, რა თქმა უნდა, ევროპელ და ამერიკელ ტურისტს ბევრად უფრო მაღალი აქვს. რა ხდება ემიგრაციის კუთხით? ეგ მაინტერესებს, ბევრი ადამიანი არის წასული და როგორც თელსაკრებულოში. ძალიან ბევრია წასული. და ბათუმს რომ მეზღვაურები არ ყავდეს, კიდევ უფრო მეტი იქნება. ალბათ ყველა ოჯახიდან იქნებოდა მართლა ვიღაც წასული. აი ჩემს ბავშვობაში მე მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე პერიოდი იყო,
ძალიან ხშირად მიწევდა მე იმერეთში ყოფნა ხოლმე და იქ ძალიან ხშირი იყო ემიგრაცია. ბათუმში ესე მასობრივად მე ბავშვობაში ყოველ შემთხვევაში არ მახსენდებოდა. მიკვირდა ხოლმე და დღეს უკვე ზოგი თურქეთში დადის, აი ყოველდღიურად გადადის თუ მუდმივად იქ რჩება, ზოგი ევროპაში, ზოგი სად და ზოგი სად. ძალიან მაღალია მიგრაციის დონე. გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა ძალიან ბევრი შრომის უნარიანი და ძალიან კარგი სპეციალისტი ტოვებს ქალაქს და რეგიონს იმის გამო, რომ აქ განვითარების საშუალება ნაკლებია. მაღალმთიან აჭარას ვსტუმრებოდი, ჩემდა სამწუხაროდ პირველად და ძალიან მოვიხიბლე ამითი, თუმცა მაინც არ არის ისეთი რაღაც საკმარისად პოპულარული იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი ესტუმროს. აი რა გამოიწვია ეს ყველაფერი, რომ ესეთი ლამაზი მხარე და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე ესე იკარგება. ბევრი კუთხით გვაქვს პრობლემა და ეს არის ინფრასტრუქტურა ვერ გავმართეთ საბოლოოდ მაინც თელ ქვეყანაში ხა მარტო აჭარაში არ მიწევს მე ვთქვათ ტურისტებისთვის გზამკვლევის ანუ ფუნქციის შესრულება და აი ყველგან ეგ პრობლემა გვაქვს აი რაღაცა წლობით გვაქვს ერთი და იგივე პრობლემები რაღაც გზის და რაღაცის პრობლემებია ხოლმე მოსაგვარებელი და იმ ტურისტულ ატრაქციებზე სადაც არაფერი პრინციპში დიდად არ იცვლება წლიდან წლამდე მხოლოდ ფასი იზრდება ხოლმე ეგეც არის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ერთ დროს საქართველოს თუ იყო ხელმისაწვდომი კურორტი ესე ვთქვათ დასასვენებელი ადგილი დღეს ეხა იმდენი დაგეხარჯება და აფიქრდები ვთქვათ სადმე უფრო განვითარებულად დგას ხომ არ წახვიდე. გარდა სეზონისა, როდესაც უფრო მეტი აქაური, უფრო მეტი ბათუმელი მუშაობს. მეტი აჭარელი მუშაობს, რომ ეხა სეზონური დასაქმების კუთხით. აი იმ 3-4 თვის გარდა გულისხმობს ზაფხულის პერიოდს. როგორ ხდება, როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, არ მუშაობენ? ტურიზმის სექტორში ჩართულ ადამიანებს გულისხმობს? არა მარტო ზოგადად, ბათუმელებს, რომლებიც აი უფრო სეზონურად, უფრო აქტიურები არიან, მაგალითად რესტორანში მუშაობენ. აი კაფე რესტორანებში ძირითადად სტუდენტები, ან აბიტურიენტები არიან სეზონურად დასაქმებული, რა თქმა უნდა, მათ ყავთ თუ თქვათ სხვა სეგმენტიც, ოღონდ ისინი მთელი წლის მანძილზე არიან და სეზონურად ხდება აყვანა ბევრი კადრის. ესეც სხვათაშორის ერთგვარი პრობლემა, იმიტომ რომ ეს ახალი კადრი ხშირად ვერ აწვის იმ დონის დიახ, იმ დონის სერვის, როგორც საჭიროა და როგორცაც ვთქვათ, ესა თუ ამა თუ იმ კლასის, ვთქვათ, სასტუმრო და კაფე რესტორანი ითხოვს და ამის გამო რეპუტაცია ყოველთვის გვაქვს წამხდარი ბათუმში სერვისზე ძალიან ბევრი პრეტენზიები მოდის, აქეთ რუსებზე გვეჩხუბებიან, იქით რუსულ ბიზნესებზე და ამ დროს ეს ყველაფერი ჩვენც ისევე გვაწუხებს როგორც ჩამოსულ სტუმარს და მოკლედ ასე ვთქვათ ვიჭყლიტებით. ნიუსები ვრცელდებოდა მთელი წლის განმავლობაში, რომ ინგრევა და არაერთი ბევრისთვის საკულტო ცოტა ისეთი ნათქვამი არის, რაღაცა ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი მათ შორის რაღაც ქორწინების სახლი. ბულვარის ადგილია, სადაც არაფერი არ უნდა აშენდეს. და არც თავის დროზე ქორწინების სახლი არ უნდა აშენებულიყო. მე თუ მკითხავთ, დიახ. და რა აშენდა მის მაგალითად? მისასოთ არაფერი არ აშენდა, ეხა შადრევანი, იმიტომ რომ პანორამას კეტავს ერთ-ერთი ხარ. შემოდიხარ გეჯახება თვალში შენობა, რატო უნდა იყოს შენობა, თუმცა ამხელა გაშლილი მწვანე სივრცეა. თუმცა ეხა ბევრი რამე დაინგრა, რაც დასანგრევი იყო ძალიან კარგია, მაგრამ დარჩა რაღაცები, ანუ ვიღაცებს ვისაც კარგი ლობისტები ყავთ, არ დაინგრა ის. მაგალითად, სადღაც თუ აი აქ თუ სოჰოდა სექტორი თუ დაინგრა, იქით თქვათ სამსართულიანი შენდება სანრემო, ანუ ვიღაცისთვის შეიძლება, ვიღაცისთვის არ შეიძლება. რა დაინგრა ისეთი, რაც არ უნდა დანგრეულიყო ბათუმში? მე თუ მკითხავთ, აი ჩემი აზრით არ უნდა დანგრეულიყო. მე მომწონდა მაგალითად სექტორი. შენობაც არ იყო ესეთი ზღვის სანაპიროს უხდებოდა, განსხვავებით იქით კრამიტით გადაფარული რაღაც საშინელი შენობები რო იყო. ალიდან ნინოს მიმდებარედ, ეგ არ უნდა დანგრეულიყო. ასევე გეითის შენობა ცოტა დამენანა, იმიტომ რომ იქ იმ ადგილას მაინდა-მაინც შიდა ბულვარში არ იყო და თან საინტერესო სივრცე იყო. თუმცა ეს ჩემი აზრი ახლა ვიღაცა შეიძლება კლარას ჰოთ-დოგები დაენანა, რაც მართლა 90-იანების მერე აი იყო ისეთი ადგილი, ხო, ყველა მიცოდა ბათუმში ჩამოსულმაც და ადგილობრივმაც და რა ვიცი ხა იმის მერე იმდენი ჰოთ-დოგი და ისეთი ჰოთ-დოგებია უკვე შემოსული რაღა კლარა, მაგრამ ყველას მაინც გვენატრება და პერიოდულად მივდივართ და მივირთმევ. ნოსტალგია კარგად იყიდება და კარგად მუშაობს ყოველთვის. ძალიან ხმაურიანი ამბავი იყო ამბასადორის თემა. დიახ. აი მაგაზე რო ვისაუბროთ. ახლა საუბარს რა აზრი აქვს შენდა და გაშენდა, მაგრამ თავის დროზე რა თქმა უნდა ბულვარს როგორც გითხარით კანონი იცავს, აქ არ შეიძლება მაგხელ შენობა კი არა მაგის რა ვიცი მეოთხედის არ შეიძლება რომ ჩაიდგას აშენდეს და ჩაიდგას, თუმცა ვხედავთ რომ კარგი მფარველები ყავთ. ნუ ეხა ვიღაცა თანასწორი და ვიღაცა უფრო თანასწორია. რა უნდა გაკეთდეს ბათუმში, რომ გახდეს ბათუმი ბევრად უფრო მიმზიდველი, როგორც ტურისტებისთვის ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ და ფიქრობენ წასვლაზე, ისე პოტენციალის და ბევრი
პრობლემის გამო. მათ შორის ტურისტულ ნაწილში რა უნდა გაკეთდეს და პირველ რიგში ჩვენ ხშირად თუცა მწვანე სივრცეების არარსებობაზე ან უფრო მეტის მოთხოვნა გვაქვს ხოლმე და ამაზე ვსაუბრობთ, ხშირად გვეუბნები რომ თქვენ 7 კილომეტრიანი ბულვარი გაქვთ. ეს უნდა იყოს და უნდა დავიცვათ ეს ერთი და უნდა დავამატოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშენებლობა ახლა რო ხედავთ ბათუმში ფაქტობრივად ბეტონის ფარდა. ეხლა განსაკუთრებით თურქეთის მხრიდან როცა შემოდიხარ თქვათ, ხა შემოდიხარ და აი რაღაც ქუჩებში არის მთლიანად ბეტონი, აი ისია რაღაცნაირად ეს ბალანსი დარღვეულია სიმწვანესა. აბსოლუტურად დარღვეულია. ეს ერთი. ანუ სარეკრეაციო ზონები უნდა იყოს მეტი. პარკინგი აი რა ხდება ქუჩებში კი ხედავთ ზედახორა მანქანების, რაც არის ვიზუალურად ძალიან ღლის, აი მე მაგალითად მღლის. ნუ ეს უკონტროლო მშენებლობები ეს ამდენი აი პირდაპირ ზღვის პირას და ზღვაში ჩადგმული კორპუსები რაში გჭირდება ამდენი რომ ყველანაირ ხედს და პანორამას ფარავს. ამასაც ცოტა ვერ ვიგებ. ჩამოსულ დამსვენებელს ხდება ხმაური, მტვერი, ცემენტი ჰაერში, გამონაბოლქვი. ვიღაცა შეიძლება ერთჯერ ჩამოვიდეს, მაგრამ მეორედ აღარ მოტყუდეს. ერთჯერ მოტყუდეს, ჩამოვიდეს და მეორედ აღარ. ვიღაცა შეიძლება აკმაყოფილებდეს, მაგრამ ჩვენთვის რამდენად მისაღებია ის, ვისაც უბრალოდ ვაკმაყოფილებთ და სხვაგან წასასვლელი არ აქვს, ხო? შიდა ტურიზმის ასპექტშიც ახლა ფასები იმდენად კატასტროფული არის. მიდის ადამიანი და თურქეთში ისვენებს ან სხვა. თურქეთშიც და საბერძნეთში და ასე შემდეგ. საზღვაო კურორტის, ევროპული საზღვაო კურორტები მართლა წასვლა დარჩენიან და იქ ყოფნიან და უფრო იაფიჯდება, რაც ანომალია არის ჩემი აზრით. ნამდვილად, ლარში იღებს ანაზღაურებას. ძალიან რთულია კი ბატონო. ხო, თუმცა ხო. მე მგონია რომ იმდენად გაძვირებულია ყველაფერი, უკვე ყველაფერი ჯაჭურად ძვირდება. თუნდაც იგივე გიდის მომსახურებაზე ვიტყვი ხა რა თქმა უნდა ისიც ძვირდება. და ისიც უძვირებს. ისიც უძვირებს უკვე იმ ტურისტს თქვათ რაღაც ნაწილში ხო იქ საწვავი. დიახ, იქ საწვავი, იქ ტრანსპორტი და ძალიან ბევრი ჩამოდის და თავისით მოგზაურობს, არ ჭირდება შენი მომსახურება თქვათ. არ ტრანსპორტის კუთხით და არც გიდის და არც ტუროპერატორს არ დაიხმარს, რომ რაღაცა თქვათ დაჯავშნოს სასტუმრო. ხო, მით უმეტეს ახლა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბევრი პრობლემა შექმნა თქვენს სფეროში, ხო. თუმცა სწორად რო ვითარდებოდეთ, არ იქნებოდა ეგ პრობლემები არც ერთი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბათუმის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და ზოგადად ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ საკრებულოს წევრ ვაჟა დარჩიასთან ერთად. ვაჟა, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ. რა ხდება ბათუმში ინფრასტრუქტურულად? ახლა ქაოსი რო არის და ასე განაშენიანების და ბეტონის ჯუნგლების ამბავი, ყველა ხედავს ამას, მაგრამ რადგან ამის უკან რატო ხდება ეს ყველაფერი? ვის აწყობს, რატო აწყობს? ამაზე ვისაუბროთ. ბათუმში რო ჩამოდის ადამიანი და ამ ამბებით ინტერესდება, ეგ უკვე ძალიან ხელშესახები ამბავია, იმიტომ რომ აღარ არის ფაქტობრივად დარჩენილი მათ შორის არც რეგიონული მედიები, აჭარის ტელევიზიაზე კი ვიცით რაც ხდება და მოკლედ საინტერესო და წყურია ბათუმელებს ამ ამბების გაგება. და მათ შორის მზია ამაღლობელი, ახლა მთელი საქართველოს მაგალითი არის როგორც ბრძოლის ისე თავისუფალი თუმცა ბათუმელები მართლა ინარჩუნებენ იმ სტანდარტზე, ერთადერთი მედია დარჩა შეიძლება ითქვას რამდენიმე მათ შორის აჭარა ტაიბსთან ერთად, ვინც ამ ამბებს აშუქებს და ცოტა ხმა ისმის კრიტიკული რეგიონში. რაც შეეხება ურბანულ ინფრასტრუქტურულ ამბებს ბათუმში, პრობლემები დიდად წინა წელთან შედარებით მოგვარებულია, ვერ ვიტყვით, მაგალითად ყველაზე თვალსაჩინო ამბავი არის MGF-ი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ძველ ბათუმში აკეთებს რეაბილიტაციას, ძველი ბათუმის რეაბილიტაციას, რაზეც გამოყოფილი იყო 200 მილიონი. და უკვე მესამე წელია ეს ხარაჩვები ვერ მოვიცილეთ ქალაქის ცენტრიდან, თან ძველი ბათუმი არის ყველაზე ტურისტული, ყველაზე დაკურთხული. ჩემი საყვარელია. უბანი და ამ დროს რაღაცა კაფეები, ბარები, სადაც მრავლად არის და შეიძლება თავში რაღაც დაგეცეს. ეს ფულის დახარჯულია უკვე. ნუ ფული ჯერ ბოლომდე გახარჯული არ არის, მაგრამ მუნიციპალური განვითარების ფონდში რა ხდება, კი იცის ჩვენმა მაყურებელმა, რამდენიმე მაღალჩინოსანი დაიჭირეს, რამდენიმეზე კითხვა. არც აჭარის მთავრობას და არც ბათუმის მერიას არანაირი კონტროლის მექანიზმი იმისა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდზე რაღაც სახის გავლენა მოახდინოს. აი მართულებით არ აქვს, მათ შორის ინსტიტუციურადაც არ აქვს. როცა ვამბობთ ჩვენ რომ მუნიციპალური ფონდი რა შვება, ეს ამბავი მოვიკითხოთ მერიამ საკრებულო, ჩვენ არ გვაქვს მაგის უფლება. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ ის ძალა, რომელიც გააკონტროლებს და კონტროლის მექანიზმი უნდა ერთადერთი გამჭვირვალობა, საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს ხოლმე და ის წერს კონკრეტულ კორუფციულ ფაქტებზე, მაგალითად ეხა ბოლო ამბავი რაც მახსენდება, საინტერესო ამბავი იყო იაშა შერუაშიძესთან დაკავშირებით, რომლის ცოლმაც ააშენა გმირთა ხეივანში 40 სართულიანი კორპუსი
და ეხლა 30,000 კვადრატზე აშენებს კიდე მაღალ სართულიან კორპუსებს, ოღონდ ეს იაში ძალიან მაგარი ფენომენია იმ მხრივ, რომ 2008-ში და 2008 კიდე ოკეი. ნაცების კვოტით გახდა ქედის მაჟორიტარი და 2012-შიც ნაციონალური მოძრაობის სახელით მოიგო მაჟორიტარული ოლქი. 2012 წელს ნაციონალი იყო ეს კაცი და მანდატი აიღო ნაციონალების სახელით მაჟორიტარული ოლქით ქედაში. მაშინ კარგად ხეირობს. 75-ზე იყო და ქედას თავისი მაჟორიტარული ოლქი ჰქონდა და იმის მერე მალევე ერთ-ერთი პორტირებული. 40 სართული არ არის პატარა. ხო, ერთი ააშენეს, ეხლა კიდე 3 სათავჯეს აშენებს და მოკლედ თავარი ამბავი არის ის, რომ აქტიურად წირავს ფულს ქართულოსებას და ამ კვოტით არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფავორიტი ბიზნესი. რამდენი კორპუსი რო იდგმება? აი, ქალაქის გენგეგმა. ხო, გასაგები ახლა კორპუსები შეიძლება იდგმებოდეს. და ეს კორპუსები იყოს ისეთი ლამაზი და შესახედავი, რომ აი ადამიანს მოგეწონოს, ხო, რაღაცა. თუ შენ ამ ქალაქის სტილზე ხარ გადასული, თუმცა ეს კორპუსები ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. მოდი ახლა ეგ ვაღიაროთ, რომ აი რო გადიხარ, ერთი ალთას არის, მეორე ბალთას არის. ცხადია. აი რა გასაგები ახლა კორუფციული გარიგებები, კოეფიციენტების ამბავი და დალაგებები მესმის ამ გენგეგმას ვინმე საერთოდ ყურადღებას აქცევს, რომ როდი შეიცვალა საერთოდ იცვლება არ იცვლება. მან საინტერესო ამბავია ის, რომ ბევრი ფული დაგვიჭრა ბათუმელებს გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ჯერ გენერალურ გეგმა დამტკიცებული არ არის. ბათუმის გენერალურ გეგმაზე მიდის მუშაობა, ამ მუშაობას ანუ გეგმაზე მუშაობს City ინსტიტუტი, ის კომპანია, რომელმაც თბილისის გენერალური გეგმა გააკეთა. კონცეფციის ეტაპი არის დასრულებული, თუმცა გენგეგმა ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. საინტერესო დოკუმენტია ძალიან, მნიშვნელოვანი დოკუმენტია ძალიან, ოღონდ რამდენიმე პრობლემა აქვს ამ დოკუმენტს. ამ დოკუმენტში მაგალითად არ არის გათვალისწინებული ბათუმის კუნძული. კუნძული არის აი შემოსასვლელში ამბასადორ აილენდი, რასაც აკეთებს. და ის ტერიტორია რახან ზღვაში გაკეთდა ეს კუნძული, ნათქვამია რომ ეს ტერიტორია არ არის და ამიტომ გენგეგმაში გათვალისწინებული ვერ იქნება. ამ დროს იქ ფაქტობრივად ქალაქი შენდება. ტრაფიკი, გადატვირთვა, მოსახლეობა, ანუ ყველაფერი ქალაქზე იქონიებს გავლენას. ყველაფერი ქალაქზე იქონიებს გავლენას და ამ დროს დოკუმენტი, რომელშიც მილიონობით ლარს ვიხდით და ვამბობთ, რომ ეს იქნება ქალაქის სამომავლო განვითარების რუკა, თავარი ხაზი, რომ იქნებ გვეღირსოს ოდესღაც დოკუმენტი, რომ სად რა აშენდეს ამ რუკის მიხედვით ვიხევგზავნელოთ, ეს არის წესით. გენერალურ გეგმის დანიშნულება, ამ გენერალურ გეგმაში არ იქნება ფაქტობრივად ნახევარი ქალაქი, ხო? გენგეგმა რო დამტკიცდეს, მერე ეს შეზღუდვები გავრცელდება და მერე უკვე манипуляციები მოუწევთ ზონების შეცვლა და ასე შემდეგ და ამიტომ ამას ერიდებიან, იმიტომ რომ თავარი ამბავი არის ის, რომ ფაქტობრივად ყველა არჩევნების წინ მსხვილი შემომწირველები ვინც არიან, რომ მოიკითხოთ ორბი და ის კომპანიები, ვინც ბათუმში ფესვები აქვს, ვისაც გადგმული აქვს ეს ფესვები, ყველა შემწირველია, ყველა წინასწარ დალაგებულია, რომ შენ გენგეგმამდე ეს უნდა მიიღო და ამიტომ ვერ ხდება მიღება, არ ხდება მიღება, იმიტომ რომ ამ შეზღუდვებს გენგეგმა გამოიწვევს და ყველაზე კაი მაგალითი მაგისი დათო არის ის, რომ ჩვენ ხა ვართ ბულვარში. და ბულვარს აქვს თავისი განაშენიანების გეგმა, ცალკე რომელშიც ჩვენ გადავიხადეთ 9 მილიონ ლარზე მეტი და ბაუ დიზაინი. გეგმის დამტკიცებულია მათ შორის, ეს არის ბაუ დიზაინი, ვინც გააკეთა გეგმა და ბათუმელმა კაცმა ის რო წაიკითხო, ძალიან გაგისწორდება, რომ ესეთი ბულვარი შეიძლება იყოს, ხო? თავისი პრაქტიკებით, საუკეთესო მაგალითებით, განვითარებით, მათ შორის ფუნქციური ზონებით და ეხლა რაც ხდება ბულვარში, რომ ყველაფერი დაანგრიეს, თქვეს რომ ეს ყველაფერი არის ბულვარის გენერალური გეგმის ნაწილი. მათ შორის მთავარი დაკვეთა ამ ჩვენი ბაუ დიზაინის იყო ის, რომ სანაპირო ზოლში, ეგრეთ წოდებულ პლაჟზე, არ უნდა იყოს არც ერთი ფუნდამენტური ნაგებობა. ფუნდამენტური ნაგებობა ნიშნავს იმას, რომ დროებითი ნაგებობები რაც არის ოკეია, მაგრამ რასაც საძირკველი აქვს, ის არაფერი არ უნდა იყოს. ყველაფერი დაინგრა, დარჩენილია სანრემო. ოღონდ ფუნდამენტური ნაგებობა კი არა, როგაიულით შეხედეთ, იმაზე ფუნდამენტური არ ვიცი, კოლიზეუმი შეიძლება არ იყოს იმაზე ფუნდამენტური. და მეორე არის G17, ახალი რესტორანი, კაფე, კლუბი, რაღაცა ეგეთი სივრცეა, ესეც უკანონოდ არის აშენებული, არის ენარ პაპუნაიშვილის, რომელიც მათ შორის ახალ თავმჯდომარესთან ძალიან დაახლოებულია და
მეგობრები არიან, თუმცა წინა თავმჯდომარე ბატონი თამაზაშვილიც სტანდარტული ბატონი თამაზაშვილიც ძალიან ლოიალურად იყო მის მიმართ განწყობილი და ფაქტობრივად ეს რეკომენდაცია რო ვთქვათ პლაჟზე არ უნდა იყოს ფუნდამენტური ნაგებობები ყველასთვის რეგულაცია, მაგრამ პაპუნაიშვილისთვის არა, იმიტომ რომ ის ამ ამბავში ექცევა და თან ის გაправება რო თითქოს აი გეგმის მიხედვით მივდივართ სანრემო და G17 არის მარტივი მაგალითი იმისა, რომ გეგმის პროცესი აქ არ მიდის და უბრალოდ რაღაცა ინტერესების გადანაცემა. ვაჟა, შენობების იქით ბათუმში ინფრასტრუქტურულად ბევრი პრობლემა არის ხა, საუბარი ზედმეტია იქ საცობებზე და საპარკინგ ადგილებზე, რომელიც რომელიც არ არის, ნამდვილად და ეხა არ შეიძლება რომ 30-40 სართულიანი შენობა აშენო და იმ შენობებს არ კონდეს საპარკინგის სივრცე. თუმცა გარდა ამისა ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც აი დიდი წვიმა არის და მათ შორის ეხა დიდი წვიმა ბათუმს და რაღაცა აჭარას ნამდვილად არ უყვირს. ბათუმის მნიშვნელოვან ადგილებში იტბორება ეს ყველაფერი. კი. რატო არ არის სანტიაგორეს სისტემა მოწესრიგებული ამ ქალაქში? თუმცა ეხა თბილისელი კი ვარ, მაგრამ დიდად მე ხა მაგ მიმართულებით რო ვთქვათ, რომ არაფერი არ კეთდება, რაღაცა კეთდება, ფაქტია. ოღონდ ისეთ შედეგის მომტანი არ არის და ეს იხსნება ბათუმის სპეციფიკით, რაც არ მესმის, იმიტომ რომ ბათუმზე ისეთი ქალაქები ყოფილ ვიცით, რომ სადაც ბევრად უფრო მეტი ნალექია, თუმცა რაღაცებს უძლებს, ხო, მათ შორის აი ეხა ცოტა ისეთი წვიმა, ჟუჟუნა წვიმაა, მაგრამ ეხაც გადაადგილების დროს მიუხედავად იმისა, რომ კვირაა, შეიძლება იყოს ძალიან დიდი პრობლემა, მათ შორის საცობების ამბავში. სხვათა შორის ამ მიმართულებით ჩვენ გვეხმარებოდნენ და ჩვენი პარტნიორები, მათ შორის გერმანია იყო ჩართული მაგალითად ძალიან აქტიურად, ხო? რაღაცები კეთდება, მაგრამ ხარისხი არ დაბალი. ხარისხი არ დაბალი ნიშნავს იმას, რომ აი თუ გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სამშობიაროსთან ჩავარდა ასფალტი. ეს ასფალტი იყო 2 კვირის დასრულებული. და ეს ასფალტი რო დასრულდა და ვთქვით, რომ ბიჭო 2 კვირის წინ დასრულებული ასფალტი რანაირად ჩავარდა, თან მანქანა ჩაიყოლა. რო ვთქვით, რომ რატო მოხდა 2 კვირის გაკეთებულ გზაზე ეს ამბავი, ვითხრეს, რომ სწორედ სანიაღვრე სისტემა ჯერ არ იყო გამოცვლილიო რა და ბიჭო ასფალტი თუ გადააგე და ახალი ასფალტი დააგე და ძველი სანიაღვრე დატოვა, ეგ ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე დღეში კიდე უნდა გადათხარო ეს ასფალტი, რომ სანიაღვრე გამოცვალო, ხო? ძალიან მარტივი ამბავია და ანუ ამ დროს ამბავი არის ისე, რომ ჯერ სანიაღვრე უნდა გამოცვალო, რომ არ ამოხეთქოს და შემდეგ დააგო ასფალტი, რომ ჩვენ ვიფიქროთ, რომ ცოტა კვალიფიკაციასთან შეხება გქონია. ამ სამუშაოებს აკეთებს კომპანია, რომელიც ასევე ქართული ოსების შემწირველია, მათ შორის ჩემი კოლეგა არის მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მისი ოჯახის არის და რო ვამბობთ, რომ რატო არ ხდება, იმიტომ არ ხდება, იმიტომ რომ სტანდარტი არ არსებობს, ჩაბარება, აი რას იბარებს მერია იმასაც ვერ ხვდები. ისე კონტროლის მექანიზმამდე მივდივართ, რომელიც არ არსებობს. ხო, არ არსებობს, არა, გაწერილად არსებობს, მაგრამ ნება არ არის იმისა, რომ აღსრულება მოხდეს ამ ყველაფერს. მე მესმის, რომ არის სეზონურ დროს გულისხმობს ზაფხულს, არის რაღაცა დამატებითი დროებითი ადგილები სამუშაო, სადაც ადამიანმა შეიძლება უფრო მეტი ანაზღაურება მიიღოს, ვიდრე რიგით სამსახურში აქ. აი, გარდა ამ პერიოდისა, დანარჩენ შემოდგომა გაზაფხული, ზაფხული. როგორ გააქვს ბათუმელ ადამიანს თავი? თულად. ბევრი ადამიანია, ვისაც რა თქმა უნდა უჭირს. სეზონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები, უპირატესობა, მათ შორის სხვა მუნიციპალიტეტებთან და რეგიონებთან შედარებით. რითაც ეს ხალხი არსებობს, თუმცა ყოველდღიურობა არის მაინც საკმაოდ რთული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ბათუმში საჯარო სექტორი, ასე რომ ვთქვათ, აი, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე სხვაგან. ამ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ავტონომია და თავისი მთავრობა და უფრო ბევრი ადამიანია ჩართული, ვთქვათ, საჯარო სამსახურში, თუმცა ეს თავის გავლენას ახდენს მათ შორის რეგიონზე. ვთქვათ, საარჩევნო პერიოდში უფრო მეტი მექანიზმი აქვს ქართულ ოცნებას, რომ გავლენა მოახდინოს, ხო, ზეწოლის ამბავში და განაჩენი აი ბუნებრივად ინერციულად მიდის პროცესი. სამწუხარო ამბავი არის ის, რომ ბათუმში ალბათ ყველაზე მეტად შეიმჩნევა რუსულენოვანი მოსახლეობის, ასე ვიტყვი, რომ ერთი შეხედვით ძალიან ახლა რთული გასარჩევია, შენ შეამჩნიო ბელორუსია, უკრაინელია, რუსია, ხო? თუმცა ბათუმში აქტიურად გვესმის რუსული ენა. Сотами Батуми с Лазурного моря увидите горы во всей их красе. А если повезет, то мы увидим с вами стаю дельфинов. რუსული სივრცეების გაჩენა, რუსი არტისტების ჩამოსვლა, ანი ლორაკის კონცერტი იქნება ბათუმში რამდენიმე დღეში და
ეგ არის, რა ვიცი, ახლა გრეგორი ლეპსთან ერთად ბღერის და ლეპსის და საქართველოს დამოკიდებულება კი ვიცით, ხო, რაღაცა პუტინის პროპაგანდისტია. რუსული ბიზნესები ზოგადად ძალიან მარტივად რეგისტრირდება ჩვენ ქვეყანაში, ეს რაღაც ქალაქისგანაც გულისხმობ თბილისშიც ასე არის, თუმცა თბილისში შედარებით ნაკლებად შემჩნევადია, იმიტომ რომ დიდი ქალაქი არის და მეტი ბიზნესი არის, თუმცა ბათუმში ძალიან შესამჩნევია. აი მე არ წარმომიდგენია რომ რავი სხვა ქვეყანაში ესე ხდებოდეს, მე ჩემ ქვეყანაში რომ შევდივარ, ქართულ მომსახურებას უნდა ველოდო. მაგის მექანიზმი იყო ენის შესახებ კანონი, რასაც ჩვენ ვითომ ვალდებულება ჰქონდა იმისა, რომ ეს სალონები, სივრცეები, მათ შორის ბაზარში, აი ბონის ბაზარში რომ ისულიყავი 1 წლის წინ, ყველაზე მეტად ნახავდი, ხო, სირ, мясо აწერია, ხორცი და ყველი არ წერია ესე, იმიტომ რომ ანუ მოთხოვნა გაჩნდა იმ ხალხის მხრიდან. ესე დააკმაყოფილდა ბაზარმა და ნუ ეს ამბავი ცოტა დარეგულირდა ძალიან ბევრი ვიჩხუბეთ იმ ამბავზე, რომ ჯერ ენის შესახებ კანონი მაინც რაღაცნაირად დავიცვათ, რომ ქართულად მაინც ეწეროს, თუმცა აი მაგალითად პივზაოდის დასახლება, ახალი ბულვარის ტერიტორია რაც არის, იქ რო გაიარო, აი რაღაცა ექსპერიმენტის სახითაც ეხა თქვენ რომ წახვიდეთ და ჩაატაროთ ეგ ექსპერიმენტი და სადღაც 15-20 წუთი გაჩერდეთ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ქართული სიტყვით ალბათ ძალიან დეფიციტური იქნება ქართული საუბარი, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არიან იქ ქართველები, იმიტომ რომ რაღაცნაირად იქ დასახდნენ, მათთვის კომფორტულია, ცოტა მოშორებითაც არის ქალაქთან და ეს დისკომფორტები რაც შეიძლება ადამიანებს ჰქონდეს და მე სულ არ მიყვარს ეს დისკომფორტი, ძალიან ბუნებრივი აღშფოთება ადამიანების, რომ ამდენი რუსული ცოტა მით უმეტეს მომაბეზრებელიც არის, ხო, ცხადია, 20%-ზე მეტი არის კონტექსტზე ხო, სალკე ლაპარაკი და მოქმედ ბათუმში ძალიან ბევრი დევნილი ცხოვრობს აფხაზეთიდან და ნუ ეს ეხლა ცალკე რაღაცა და მოკლედ უბანი არის. ჩვეულებრივი ამბავია, ადლის დასახლება რო ავიღოთ. მოკლედ ახალი ბულვარის ტერიტორია რო ავიღოთ, იმის მოპირდაპირე განვითარება რაც არის ახალი ქალაქი, სადაც არის შექმნილი, შეიძლება ვთქვათ, რომ აი ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, რომ რაღაცა საგადაო ამბავი გახდა, აი იქ რომ მივიდეთ, ან ტაგანროგი, ან ჩელიაბინსკი შეიძლება გაგვახსენდეს, იმიტომ რომ ჩინური ძალიან ბევრი ადამიანები, ხო, ძალიან ბევრი ადამიანი მოკლედ იქ არის რუსულ ენაზე მოსაუბრე ეროვნებაზე რო არ შევიდეთ, იმიტომ რომ მართლა ერთ შეხედვით რთულია რომ გაარჩიო ახლა ამ ადამიანების ამბავი და ხო ეგ არის რა მთავარი ხაზი არის ეგ რომ თან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ის ეხნო გააჩინეს ეკონომიკური სივრცეები და ერთმანეთს აწვდიან სერვისს და მათ შორის ეკონომიკური ექსპანსია ზოგადად ის ეკონომიკური სარგებელი ჩვენთან ხო არ მაყურებლისთვის რო ახსნათ ეს არის რაღაც უცხოური ქვეყნის თუნდაც დასახლებები ან ადგილები სადაც გაცვლა ხდება ისე რომ ქართული საზოგადოება არც ქართული ხალხი და არც სახელმწიფო უბრალოდ არაფერ შუაში არ არის და მათ შორის დაპყრობაც კი შეიძლება ეკონომიკური ეკონომიკური ექსპანსია ძალიან ისეთი ამბავია რა აი ყველაზე მარტივად რო ახსნათ სალონები, მანქანის გასაკეთებელი სივრცეები, რესტორნები, აი მაღაზიები, ხო ეს ძალიან აქტიურად რა, მათ შორის ბრენდული რაღაცა მაღაზიები რაც შეიძლება გაგვახსენდეს, შეიძლება ბათუმში ბევრი იყოს ესეთი და სამწუხაროდ ეს რაღაცნაირად ის კი არ არის რომ ვაიმე რატო პირიქით რაღაცნაირად ეხა პირდაპირ შეიძლება ამის მხარდაჭერა არ ხდება, მაგრამ ეს ადამიანები ამას ხედავენ და რო იძახიან რომ აი doing business-ით რაღაცა ათეულში ვართ, რა ვიცი, ეს ხალხი აკეთებს მანდ ბიზნესს და ქართველის გაკეთებული ბიზნესი ბოლოს გავიგე აგერ G17 უკანონოდ აშენებული ბულვარში და აგერ შერვაშიც ამბავი კი გითხარით და ეგეთი ბიზნესი ვიცი რო აკეთებს ბიზნესს, მაგრამ ის ხალხი ვინც ყოველდღიურ გადარჩენაზე იყო დამოკიდებული, მაგალითად სკუტერების ამბავი იყო ბულვარში მართლა რა არის, სკუტერით რა ფული უნდა იშოვოს ხო ადამიანმა, მაგრამ ის ხალხი რაღაცნაირად გაყარეს და უთხრეს რომ შენ უნდა იმუშაო ახალ ბულვარში, სადაც ფაქტობრივად ტურისტი გარდაიქაური ხალხისა ვინც გითხარით წეგან ხო იმ რუსულენოვანი ხალხისა არ მოძრაობს, ასევე დაანგრიეს ის სივრცეები, სადაც მართლა ის ადამიანები მუშაობდნენ, ვინც ყოველდღიური გადარჩენისთვის სუვენირების მაღაზია იქნებოდა, წვენები იქნებოდა, ყველაფერი რის ადამიანები ცდილობდნენ რომ ყოველდღიურად რაღაცნაირად გადარჩენილი იყვნენ, იმ ხალხს დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ ის ხალხი, ვინც მილიონებით აფინანსებს ხოლმე კამპანიებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის კამპანიებს ძალიან აქტიურად აფინანსებს. 48, ხო, მაგრამ ეხა არ ვიცი ნომერი. რო ვთხრათ ალბათ აღარ ახსოვთ ეგ პერიოდი ამოშალეს და ეს ხალხი მოკლედ ვერ ხეირობს და ეს ბიზნეს ელიტა ასე რო ვთქვა ძალიან კარგად გრძნობს თავს ეგ არის ამბავი რა აი ვაჟა
დიდი მადლობა. მადლობა შენ. საინტერესო საუბრისთვის, ბევრი რაღაც საინტერესო დეტალს შევეხეთ. მე მჯერა რომ ბათუმი დაუბრუნდება იმ რაღაც განვითარების შუქურას, რომელზეც ერთი პერიოდი იდგა, ბევრი ადამიანის მოსაწონი იყო, ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა და ნაკლები ხალხი მიდიოდა და ბათუმი მდგომარეობაშია პირდაპირ ურბანულ ხაზს რო ამ მართლობის პირობებში და ესე თუ გაგრძელდება, მე ბათუმის ანუ რაღაცაირად რო დავიბრუნოთ ისეთი ბათუმი, როგორც ყველას გვიყვარდა, ძალიან გაჭირდება. მათ შორის გაჭირდება ბათუმის მთავარი კაიფი რაც არის, ხო? რაღაცა კულტურული მემკვიდრეობა, ეს მოქნილობა, რაღაცნაირად ისეთი ამბავი, რომ ტრანსპორტი შეიძლება არ დაგჭირდეს, ისე გადაადგილდება და ეს ამბები ძალიან დიდი დისკომფორტი იქნება. ხო, ნუ გართობაც ხო, აი ხო გითხარი გართობა. გავერთობით აწი ანი ლორაკის და ვიღაცა ესეთი ხალხის ამბებზე და ამიტომ იმეც ვიტოვებთ, რომ პირდაპირ რა სხვა ამბავი არ არის. ესენი თუ არ წავლენ ამ ქალაქს არ ეშველენ. არც ამ ქალაქს და არც ამ ქვეყანას. დიდი მადლობა ვაჟა კიდევ ერთხელ. მადლობა შენ.